მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ უყურებთ Connect-ის პოდკასტს და პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, იმიტომ რომ რასაც უყურებთ ნახვებს და კომენტარებს, ხედავთ რომ ძალიან მოგწონთ და ძალიან გვიხარია. გთხოვთ რომ არხი გამოიწეროთ და აუცილებლად ჩვენს გადაცემას ბოლომდე უყუროთ, იმიტომ რომ გადაცემის ბოლოს სტუმარი სვობს ყოველთვის კითხვას, რის პასუხის შემთხვევაშიც თქვენ შესაძლებლობა გექნებათ რომ 50 ლიტრის საწვავი მოიგოთ. დღევანდელი ჩვენი სტუმარი კი არის საქართველოს საავტომობილო სპორტის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა, რომელიც პატარა თაობამ ცოტა ნაკლებად იცის, მაგრამ დღეს გავაცნობთ კარგად, ოთარ თავართქილაძე. გამარჯობა, მოგესალმებით. მე ამ ეტაპზე ვარ საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის გენერალური მდივანი. აჰა, გასაგებია. ნუ წარსულში რა თქმა უნდა. ავტომრბოლელი. მე მაინც ვეტერანებში გადამიყვანეს უკვე. ჩემთვის სიმართლე რომ გითხრა, მაინც მრბოლელად ასოცირდება. რა უქნა, ასე მყავ და მეც ასე აღვიქვა. საკუთარ თავს ალბათ ცხოვრების ბოლომდე რაც არ უნდა რეგალიები და თანამდებობები და ისინი მომანიჭონ, მაინც მრბოლელი ხარ შინაგანად. სული და გულით. აი ზუსტად მაგით მინდა დავიწყო. მინდა გაიხსენო სულ პირველი რბოლა. აი პატარა რო იყავი და რო ნახე. სად იყო და თუ გახსოვს რა ხდებოდა, რა იყო, რა მანქანებით იყვნენ? პირველი ჩემი მოწამვლა ავტოსპორტში, ხან თავიდანვე რა თქმა უნდა ავტოსპორტი ძალიან მიყვარდა, მანქანებთან ძალიან ახლო ურთიერთობები მქონდა, ყოველთვის ვიპარავდი ჩუმად გასახებს სახლიდან, ვიცოდი სად იმალებოდა. მამაჩემს სხოლი ყავდა და არ დადიოდა მანქანით და გასაღებს წიგნებში მიმალავდნენ, იმიტომ წიგნების კითხვა არ მიყვარდა და ვიცოდი რომ წიგნებში იმალებოდა. სულ ვიპარავდით მე და ჩემი მეგობრები და ასე შემდეგ. ხო, ნუ პირველი მოვიწამლე რიყეზე ტარდებოდა ხოლმე ძალიან ხშირად ავტოსლალომი და აღმოუჩდი ერთხელ მეგობრებთან ერთად რიყეზე და ნუ იქ პროფესიონალებიც მათ შორის გამოდიოდნენ ეგრეთ წოდებული დუგებიანი კარკასიანი მანქანები 08 იყო მაშინ 07 ახსოვს ზურა ბეჟაშვილი იყო, ჯემალ გურარაშვილი იყო და ეს 07-03 ეგრეთ წოდებული დუგებიანი რო ვნახე იქ დრიფტში, ზანოში, ნუ მაშინ დრიფტს არ ვეძახდი, ზანოსებით დადიოდნენ. დრიფტი საერთოდ არ არსებობდა, ისეთი ხილი იყო მაშინ ჩვენ ბავშვობაში. ნუ რავი, ეს სასწაული იყო, სასწაული რეაქცია მოახდინა ჩვენზე და ნუ იმის მერე ეს ავტოსლალომი რიყეზე არ გამოგვიტოვებია ფაქტიურად და ნუ განაწამყვანი ბლოკირებული რაღაც სასწაული. იმის ფანი ჯემალას გულარაშვილის ფანი გავხდით. მე ზურა ბეჟაშვილი იყო 08-ით გამოდიოდა და ნუ რა თქმა უნდა რაღაც უპირატესობები 08-ს ქონდა და რო უგებდა გვწყინდა ხოლმე და გადავწყვიტეთ რაღაცა დოზით ჩვენ ჩართულიყავით ამ სლალომში, მაგრამ ნუ მართვის მოწმობა არ ქონდა და უარი გვითხრეს რაღაც მანქანაც რო იშოვოთ, ვერ გამოხვალთ, ვერ მიიღებთ მონაწილეობას. რამდენი წლის იყავით? ამას გიყვები დაახლოებით 15 წლის იყო, როცა მოვიწამლეთ ამ სლალომის ამბებით. მაქსიმუმ 16 წელს რა, მართვის მოწმობა არ მქონდა, ზუსტად მახსოვს. მე მაჩუქეს დაბადების დღეზე. მაჩუქეს. კი, მაშინ ის პერიოდი იყო. $100 მართვის მოწმობით დავიწყე თავიდან. მე ხელახლა ჩავაბარე რა თქმა უნდა. მე აღმოუჩდით ჩემო კარგო რუსთავის ავტოდრომზე. თურმე გავიგეთ რომ არსებობდა რუსთავის ავტოდრომი, სადაც პროფესიონალი შეჯიბრები ტარდებოდა და კარგად მახსოვს მე დათონებიერიძე, დღეს დათონებიერიძეც ჩვენი ფედერაციის გამგეობის წევრი არის. ძალიან აქტიური სპორტსმენი იყო ახალგაზრდობაში, დათონებიერიძე და ლადო კუხიანიძეც ცნობილი სპორტსმენია, მისი შვილიც დღეს ასპარეზობს, ასევე დათოშვილიც ასპარეზობს და წრიულ რბოლაზე აღმოჩნდით, სადაც ნუ ეს რა თქმა უნდა ჯემალი, ზურა და ბევრი კიდე მირიან ონოფრიშვილი, შალვა ოგბაიძე, აჯიკა და ბევრი ნუ მოკლედ იყვნენ საბჭოთა კავშირის დროინდელი დოსააფირო დაიშალა, მერე სპორტსმენები წამოვიდნენ და გააგრძელეს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში თავიანთი ჯიბით და თავიანთი რესურსებით ასპარეზობა და ნუ წრიული რბოლა რაღაცა დონით შენარჩუნებული იყო. ავტოდრომი კი მიტოვებული იყო, ყველა შეეძლო, როცა უნდა შესული იყო. თუმცა ეს ერთი მხრივ პლუსი იყო, იმიტომ რომ პარასკევის შაბათ-კვირას სულ იქ ვიყავით და უნდა გენახა რა ხდებოდა იქ. უბრალოდ ქაოსი ხო ხდებოდა, ვინ საიდან მოდიოდა ვერ გაიგებდი და ამბერჯერ ავარიაც მომხდარა ძალიან ისეთი. მაგრამ რაღაცას ვახერხებდით მაინც და წრიულ რბოლას რო დავესწარით, მაშინ იყო ფედერაცია, მახსოვს ვიქტორ თოდაძე იყო ფედერაციის პრეზიდენტი და ნუ ძირითადი რალის აქცენტი იყო, რალი ტარდებოდა, მაგრამ წრიულ რბოლას იმართებოდა და ნუ წრიულ რბოლას დავესწარით, ეს გიყვები უკვე ამ ავტოსლალომებიდან 1 წელი, 2 წელი გასულია, დაახლოებით 18 წლისა ვარ.
და 18-19 წლის ზუსტად ეხა და ჩვენმა სამმა ძმაკაცმა ერთად უყურეთ და ესე ხო ჩვენ შეგვიძლია და უკეთესად შეგვიძლია და წავედით ამ წრიული ბოლა იყო კარგად მახსოვს შაბათი და იყო და კვირას წავედით მაშინ დიღომში იყო ამერიკის საელჩოდაც ეხა ბაზრობა ხო წავედით ბაზრობას და ვიყიდეთ BMW ხულიგანკა პერეხაძიაში 325 ეგრევე მეორე დღეს ხო ორ თვეში ეს მანქანა უკვე დადუგული იყო გამზადებული იყო რბოლისთვის და ერთი მანქანა ყავდა საძმაკაც მანქანა ვიყიდეთ სამმა კაცმა ისე შევთანხმდით რომ მე უნდა ყოფილიყავი თავიდან პილოტი და ესენი მეხმარებოდნენ და მე თუ არ გავამართლებდი ჩამლაცვლებლები რიგში იყვნენ გუნდი შეიკრა გუნდი შეიქმნა და რაღაც პატარა სპონსორიც ვიშოვეთ ეხა მაშინ ის კომპანია საერთოდ ჩემთვის არაფერს არ ნიშნავდა ვიშოვეთ სპონსორი და კარგად მახსოვს ქართულ უნივერსალი იყო პირველი სპონსორი მაშინ კიდე ხო რა ქართულ აი ბიზნეს ბანკი რო არის მაშინ ერქვა ქართულ უნივერსალი იყო და თოლიას ქარხანა და ქართულ უნივერსალი ესეთი კომპანია იყო და ეხა მახსენდება როდის გონია ხო ეხა სპონსორი პირველივე იმაზე მაშინ არ იყო არენაზე ესე არავინ გამოსული რა თქმა უნდა პოლიტიკასთან საერთოდ კავშირი არ ქონდა და ეხა ვიხსენებ და როდის გონია ურთიერთობა თურმე ჯერ კიდევ საიდაგან ხო და რა არის ყველაზე კარგი ჩვენ ეს ყველაფერი საკუთარი ენთუზიაზმით დავიწყეთ და შევეცადეთ რომ ის რბოლები რომელიც ქუჩაში იყო აქტიური მაშინ ჩვენ დროს ძალიან აქტიური იყო ქუჩაში ეს რბოლები გადმოგვეტანა ჩვენი ხასიათი ავტოდრომზე და მოსულიყავით პროფესიონალურ სპორტში იმიტომ რომ ძალიან ვიღაცები გავიხსენეთ ხა ჩვენ სანამ იყო მომენტები ძალიან დიდი რისკები იყო ჩემ ცხოვრებაშიც მათ შორის ახლა მახსოვს კარგად რომ ავარიაში რომ მოვუყევი ერთხელ ძალიან ცუდ ავარიაში მოვუყევი ბევრი რაღაც ორგანოები დავკარგე ამომაჭრეს რაღაცები 3-4 ორგანო რაღაც დავკარგე დავტოვე იქ ავარიის დროს და მათ შორის ელენთა ნაწლავის ნაწილი და ასე შემდეგ ახლა არ ვაშინებ არავის და ვიყავი მოქმედი ფეხბურთელი ვიყავი პროფესიონალი ფეხბურთელი, ვიყავი საქართველოს ახალგაზრდა ნაკრების წევრი და ამ ავარიის მერე ტრამვის მერე ვეღარ გავაგზელე ფეხბურთის კარიერა და ყველაზე სასაცილო რა არის რომ მოვედი გონს, გავიდა დრო ესეთი რაღაცა გადავწყვიტე რომ ავარიაში თუ გადავრჩი და არ დავიღუპე ესე იგი ჩემი საქმე არის ავტოსპორტი და წავედი ავტოსპორტში და მიყვარდა მიზეზი მინდოდა ანუ როგორც ყველა ავტომოყარული გაამართლება მიზეზი მინდოდა რომ ხო ფეხბურთიდან წავსულიყავი სხვა ეხა მიყვარდა ფეხბურთი მაგრამ ისე არ მიყვარდა როგორც მანქანა წავედი ავტოსპორტში ხო და ვიყიდეთ ეს ბევრი ადამიანი არსებობდა მაშინ ავტოსპორტში და თან სამწუხარო რა არის ძალიან ცუდად მახსოვს მე სულ იხსენებთ ხოლმე იყო კატეგორია ვინც არანაირ რჩევას არ გაძლევდა რა უნდა გექნა ეს ძველი სპორტსმენები ვიღაცები იყვნენ მე ვიტყვი ვინც დაგვეხმარა რჩევას არ გაძლევდნენ საბურავი რა უნდა გეყიდა კალოტკა ეგრეთ წოდებული სამოხრუჭე სითხე რა უნდა ჩაგესხა კალოტკა რა უნდა დაგეყენებია საბურავი თუნდაც სლიკი ჩვენთვის იყო ეს სპორტული საბურავი ახალი პირველი შეხება და რამდენ ატმოსფეროზე უნდა დაგვებერა ეს საბურავი ეგეც არ ვიცოდით ხო რო არსებობდა ბლოკირებული ხიდები სხვადასხვა პროცენტულობით რალისთვის სხვა წრიული ბოლის სხვა ზეპირად ჩვენ რაც ვიზუალით მოგწონდა იმას ვაკეთებდით ხო ესეთი რაღაც შეგვემთხვა მე რამაც ერთ-ერთი ბოლის წაგებაც გამოიწვია ბოლოს გავიგეთ რომ სლიკი ჯობია ჩვეულებრივ საბურავს შევიძინეთ სლიკი რუსეთიდან ჩამოქვდა მაშინ არ იყო სხვა ესენი ვარიანტები მოსკოვიდან უნდა ჩამოსულიყო და ელიავას ბაზრობაზე მივდივართ და მაგარი დისკები ვნახეთ 17-იანები BMW-ში და რა გვინდა სლიკები გავაუქმეთ სლიკები შეგვეძა და ვიყიდეთ დისკები და დავაყენეთ ჩვეულებრივ საბურავზე და წავაგეთ რა თქმა უნდა იზრბოლა ეს დისკები ვის რა თუნდა და 2 ტონა იყო თითო სიმძიმე იყო ძრავიც მაგის გამო გაფუჭდა და მოკლედ ესე და იყო ზურაბ ბეჟაშვილი იყო კარგად მახსოვს შალვა რა თქმა უნდა ვინც რაღაცებს კარნახობდა და გვეხმარებოდა მაგრამ რაღაც კატეგორია როგორ ხდება ხო იცი ახლა შენ ავტოსპორტთან ახლოს ეს ჩუმად ჩაიკეტებიან და მაგრამ ჩვენ აი გამოცდილება ძალიან მაგრა
აისახა ჩემ ცხოვრებაზე და ჩვენი თაობა მე მეულოდია ეს ვინც ავართ ხა ფედერაციაში. ხო, ეხლა პირიქით არის. პირიქით მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ აი ყველაფერი ვასწავლოთ ახალ თაობას. ნებისმიერ აი საიდუმლო არ არსებობს, რომელზეც ვეტყვი რომ აი სპორტსმენი რომ მოდის არ გაუმხელ. არ არსებობს. ნებისმიერ სპორტსმენს ხა კარტინგის პროექტი გვაქვს. ძალიან მაგარი ფედერაციაში იცი. გახდიმრბოლელი, რომელსაც ანალოგია რა ყავს მე მგონი მსოფლიოში. ვარჩევთ ბავშვებს და 10 ბავშვს, 9 ბავშვს გააჩნია. ნუ მინიმუმ 8 ბავშვზე გვაქვს, გრანტი გვაქვს და თელი წელი ვინც კონკურსში გამარჯვებულია, თელი წლის განმავლობაში უსასყიდლოდ ჩვენი სრული ფინანსებით, ფედერაციის სრული ფინანსებით და სამინისტროს ფინანსებით ჩემპიონატს დადიან. ასე რომ წელს მესამე წელია და საკმაოდ 80 ბავშვი ყავდა წელსაც შესარჩევ ეტაპზე. ეხლა გადასული არის 20 ბავშვი და იქით კვირაში გვაქვს 60-დან 9 საუკეთესოს ამოვარჩევთ. ამიტომ ძალიან მაგარი. მომავალ წლისთვისაც ვინც დაინტერესდება 14-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებს შეუძლიათ მიიღონ ამ კონკურსში მონაწილეობა. კი, ძალიან ბევრი ახალი თაობა წამოვიდა და ეგ მომწონს, რომ აი ბევრი ინტერესდება ავტოსპორტით დღესდღეობით. უბრალოდ მე ერთი რამე არ მომწონს. ეხლა შენის მომწონს, მე არ მომწონს. აი მე არ მომწონს, რომ ძირითადად დაინტერესება მაინც დრიფტით ხდება. ხო, შენ აი გამომწონს. მე მეგონა მოგწონს. აი, მაშინ მე და შენ ერთაზე ვართ, იმიტომ რომ მე რა თქმა უნდა როგორც ფედერაციის გენერალური მდივანი ჩემთვის პირდაპირ ვიტყვი რა ყველა სახეობა ავტოსპორტს რაც ეხება მისაღებია ყველა სადაც სპორტი საჭე ბოლი რაღაც ექსტრემია მიყვარს მაგრამ ყველაზე ნაკლებად მაინც დრიფტი ჩემთვის იცი რატო მე ვფიქრობ რომ ავტოსპორტი არის დროსთან კი აი ზუსტად აუცილებლად შეჯიბრი და არა მოცულებულ მანქანასთან რა თქმა უნდა ეს ძალიან ექსტრემალურია ძალიან ბევრ ვარჯის ნიჩს შრომას მოითხოვს მაგრამ სწრიული ბოლა სადაც მიასედებში იწყდება ყველაფერი კლასიკური რალი სადაც სიცოცხლესაც რისკავ აი ეგ არის ჩემთვის სადაც თუნდაც ტყეში და ღრეში 240 დადიხარ და იქაც მიასედებ რაღაც მაინც უფრო დიდი ექსტრემალური სიტუაციაა ჩემთვის და ნუ დრიფტს და დრიფტერებს რა თქმა უნდა შეურაცხყოფს არასდროს არ მივაყენებ იმიტომ მისაღებია შეიძლება მე და სანდროსაც ვეუბნები ჩემი შვილი იცით რომ სპორტსმენია რაღაც მომენტში ვეუბნები რომ მოდი დრიფტშიც ცადე შენი უკვე 12 ჯერ არის საქართველოს ჩემპიონი და მეთქი საქართველოში ყველა სახეობა მოგებული გაქვს სადაც იყავი და დრიფტერები ძალიან ესე უკეთებენ რომ აი შენ გონია დრიფტი ადვილია და მოდი და აბა ვნახოთ რა მოდი რა მეთქი აბა გამოცადე ესეც რა და ანუ ამას იმიტომ არ ვეუბნები რომ დავამტკიცოთ იმიტომ ვეუბნები რომ დრიფტიც ჩემთვის ავტოსპორტის სერიოზული ნაწილია კი მე შეიძლება ერთი არაპოპულარული აზრი ვთქვა და შეიძლება ხო არ მინდა რომ ვინმეს ეწყინოს ჩემი მეუღლეც ბოლო იმაში რაც იყო დრიფტში იყო ავტოსპორტის სახეობა თავიდან დაიწყო წყალთარბოლით იმით წრიული ყველაფერი მოკლედ და ბოლოს ისიც დრიფტზე გადავიდა მაგრამ იცი რა მგონია? მე მგონია რომ რალის წრიული, აი მრბოლელი, რომელიც ასე ვთქვათ, დროზე და სწორად დადის, სწორად გულისხმობს, სწორი მიმართულებით. ხო, სწორი ტრაექტორიით დადის. მგონია რომ ის უფრო მარტივად აითვისებს დრიფტს, ვიდრე დრიფტერი რბოლას. კი, მაგაზე ბევრი კამათი გქონია სხვათა შორის დრიფტერებთან და მე ჩემი აზრი მithქვია და ნუ ბოლოს იქამდე მივედით რომ შეიძლება სანაძლეოც კი დავდოთ რომ ვინ ხო იყო ეგეთი ისა რომ დრიფტში ჩემპიონი სიტყვაზე და წრიულ რბოლაში ჩემპიონი რაღაც 2-3 ჭიჭში შევაჯიბროთ და ვნახოთ ვინ უფრო ოღონდ დრიფტის ჩემპიონი ისეთი ვინც დრიფტში მოვიდა თავიდან. ხო, რა თქმა უნდა, თორე ეხლა კოდუები ეხლა თავიდან არსებობენ დრიფტში ეხლა ისეთები, ვინც წრიული რბოლის ჩემპიონებიც იყვნენ და მე რაღაც პოპულარობის გამო გადავიდნენ დრიფტში, რა თქმა უნდა. აქ არის დრიფტერზე, კლასიკურ დრიფტერზე საუბარი და კლასიკურ წრიულ რბოლელზე საუბარი. და ეს ალბათ ეს სანაძლეო შედგება. ეგ ძალიან მაგარი იქნება. აუცილებლად გაგაგებიებ მაგამას და. ეგ ძალიან საინტერესო. ხო, ნუ რა თქმა უნდა, ეხლა ჩემთვის კიდე ერთხელ ვიმეორებ. საპატივცემულოა, მაგრამ დროსთან ჭიდილი, სადაც რავი 250-ით უნდა გაიარო მოსახვევი და სწორედ გაიარო და მანქანა დაიჭირო პირიქით რომ არ მოცურდეს. არის უფრო რთული, ვიდრე წინასწარ მოაცურებ მანქანას და ელოდები უკვე და იქ ნავარჯიშებიც რო ხარ მით უმეტეს იმის დაჭერა. შეიძლება იდეალურად ის რაღაც კლიპინგების აღება გაგიჭირდეს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, აი
10 მაგარი დრიფტერი და 10 მაგარი კალცავიკი ესე რომ ვთქვათ, რომ ავიღოთ. კალცავიკების 7-ით 3-ს მაინც მოიგებენ. კი. მეც ეგრე მგონია, შეიძლება მე ესე ვფიქრობდა, სანაძლეოში ჩავალ მეც. შვენიერი. აი, ეხა მინდა ვთქვათ, უკვე აი თანამედროვე ავტოსპორტი, კი, ეხა ცოტა გადახვევა გამოგვივიდა მაგის მაგრამ მაინც გაუსვათ ხაზი. აუცილებლად. ზოგადად მსოფლიოში საითკენ წავიდა თანამედროვე რეალობაში ავტოსპორტი. შენი აზრით უკეთესობისკენ წავიდა თუ ცოტა რეგრესის? იცი თვითონ ავტოსპორტი რაც არის, რაც მე მიყვარს, იმის ცოტა ნაკლებობა გვაქვს რა რეალურად რა რაღაც ძალიან ზედმეტად შოუები, ელექტროამბები, რეკლამები. ეხა ფორმულა 1 ძალიან ყურებადია რა თქმა უნდა, მაგრამ იქაც რაღაც სად ეხა V10 რო იყო ფორმულას ძრავი და V8 და V12 თუნდაც და ის ხმა და სად ეხა 4 ცილინდრიანი ჰიბრიდი ელექტრო ერთი დააჭირე, მეორე დააჭირე, ელემენტი დატენე, იქ აკუმულატორი არ დაგიждდეს და 200-330-ით რომ მიდიხარ უცებ მანქანას სწორზე დელდება და ნუ რაღაც მინუსები არსებობს. მით უმეტეს ხმაც აი ფორმულა E რო არის თუ ელექტრო აყურებელი ფაქტორად არ აყავს, იმიტომ რომ ძალიან სწრაფია, მაგრამ ელექტროა და ხმა არ აქვს ისეთი და ნუ ემოციას არ იწვევს, ხო და ამიტომ აი NASCAR-ს ავიღებ ეხლა რა, ცოტა ისეთ გადახვევას გავაკეთებ. NASCAR-ი არის, რატო უყვართ, სასწაული ხმა აქვს, სასწაული სიჩქარე აქვს და ყველაზე მეტი მაყურებელი ესწრება ალბათ NASCAR-ს მილიონზე მეტი 2 მილიონამდე მაყურებელი ესწრება ხოლმე ამერიკაში. სანახაობრივადაც უფრო ის არის რა თქმა უნდა, თან წრეზე დადიან იმდენი ის არ არის, მაგრამ მაინც ძალიან ის არის და ეს ყველაფერი არის ალბათ მაინც ეს ხმა, ძრავი, ნაკლები ელექტროობა, რა თქმა უნდა, რაღაცა დოზით უნდა იყოს ელექტროობაც იქ, მაგრამ გახთა ფორმულა 1 მანამდეც იყო და ეხლა კიდევ უფრო ხდება ტექნოლოგიური ორთაბრძოლები უფრო გახდა ვიდრე პილოტების. ეხლა ფორმულა 1-ში მაგარ ბოლიდს, კაი გუნდს თუ ავიღებთ და ალბათ 10-15 კაცი ვინც ფორმულას დადის ჩემპიონატს, ნებისმიერ რომ დასვა ამ კაი ბოლიდზე საჩემპიონო ორთაბრძოლაში ჩაერთვება, ანუ გუნდზე და მანქანაზე და ტექნოლოგიებზე უფრო მეტი არის დამოკიდებული ვიდრე პილოტებზე რა, ბოლელებზე და. ადრე პირიქით იყო და შენი, ნუ ეხლა მე ვხვდები, მაგრამ აი მაინც შენი აზრით რომელი ჯობდა ადრე რომ მე ძველი ხანა უფრო მომწონს რა. ხო, აი ეს სენადროინდელი მიშა მიხაილ შუმახერი ჩემი ყოველთვის ყველა დროის საუკეთესო მრბოლელი იქნება, თუმცა ჰემილტონსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მოიგო და ერთადერთი არის, ვინც მიშას გაუტოლდა მსოფლიო ჩემპიონატის რაოდენობებში. თან უფრო მეტი გრან-პრიც აქვს მოგებული, ნუ მაგას თავის მიზეზები აქვს, რატო აქვს მეტი მოგებული, რატო მეტი პოული აქვს და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ჰემილტონის დროს ბევრად მეტი რბოლები ტარდებოდა უკვე და ჩემპიონატი უფრო დახონძრული იყო და მეტი საშუალება იყო მაშინ. ეხლა და ადრე რა თქმა უნდა ის ვახსენე V10, V12, V8 როცა იყო სენას დროს თუნდაც ხელით რთავდნენ რაღაც მომენტი იყო. ხო. სიჩქარეებს და ნუ მერე წამოვიდა ეს შიფტერები და ნუ შიფტერების წინააღმდეგ რა თქმა უნდა არა ვარ, მაგრამ არა ეს ამდენი ელექტროობა უკვე ზედმეტია და იმიტომ ეხლა ვახსენე ეს NASCAR-იც რატოა იცი ევროპაშიც ძალიან პოპულარულია. იქ სხვათა შორის წრიულ ბოლებს არის GT3, GT2 და ასე შემდეგ იცი შენ და არ ესწრება ბევრი მაყურებელი, მე ყოფილი ვარ ევროპაში შეჯიბრებზე და DTM-ზე რა თქმა უნდა ძალიან პოპულარული და ბევრი მაყურებელი და NASCAR-ი სხვათა შორის გამიკვირდა იმდენად დიდი დასწრება. მართლა? ინგლისის რბოლაზე მაგალითად ჩვენ რო ვიყავით ჩარშან 80,000 კაცი ესწრებოდა ინგლისის რბოლას. ეს ფორმულა 1-ის მერე და DTM-ის მერე არის ფაქტიურად მესამე ადგილი დასწრებით და წარმოიდგინე ახლა TCR-ს, Porsche Cups და ასე ყავს 200, 300, 500, 1000 კაცი ხანდახან მაყურებელი, იმიტომ რომ გახდა აი ძალიან მონოტორული მანქანა კაია, პილოტი უკვე და NASCAR-ი არის თავიდან ბოლომდე პილოტზე. ნუ რა თქმა უნდა, გუნდის იქ რაღაცა გამოცდილებები, ნასტროიკები, ანუ სეტაპები მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მეტი პილოტზე რჩება მაინც გამოცდილება.
ვა, ძალიან საინტერესო. სხვათა შორის ბოდიში გადაუხვიეთ, ეხლა იქით წელს უკვე ნასკარის პრეზიდენტი იყო ჩამოსული ჩვენთან საქართველოში, საქართველოს სპორტის მინისტრი შეხვდა და დავაანონსებ, რომ 2027 წელს ერთი ეტაპი ნასკარის გაიმართება საქართველოში. მართლა? გვექნება ერთი ეტაპი საქართველოში. მანამდე კიდე ერთი ქართული გუნდი 2026 წელს იასპარეზებს ნასკარის ევროპის სერიებში, დათა ქაჯაია და მარიამ დავითიძე, კოლხი ჯიარტი და მეორე ქართული გუნდი არ არის, ქართველები, სანდრო თავართკილაძე და სანდრო ქაჯაია იასპარეზებენ კიდე ერთ-ერთი ბლეკელმოლენის ძლიერი გუნდი ვიქირავეთ ფედერაციამ საჩემპიონოდ ვიბრძოლებთ წელს, ვეცდებით რომ ჩემპიონობა წამოვიღოთ ნასკარიდან. ანუ 4 ქართველი გვეყოლება წელს. ხო, აი წლევანდელი ამბები ვიცი, მაგრამ ეს არ ვიცოდი და ძალიან გამეხარ და ეხლა საქართველოში. იქით წელს ერთი ეტაპი უკვე შეთანხმებულია და სანდრო ლომაძის დამსახურებით და მინისტრის ჩართულობით გვექნება ეს ამბავი რუსთავში. ხო და არ დამავიწყეს ან არა ერთი ეს გადაცემა როდის გადის? ერთ კვირაში. ვერ მოვასწრებთ, კაი. წრიულ ბოლაზე მინდა ხალხის დაპატიში. 5-ში გვაქვს არ დაგავიწყდეს. 5-ში არის წრიული რბოლა. მე სამწუხაროდ ნურბურგრინგზე ვიქნები 5-ში. კაი ადგილას. იქ აღდგომები ახლა და ძალიან ბევრი მანქანა იქნება ევროპის მასშტაბით ყველა იქ. ისე სხვათა შორის მან და არა ვარ ნამყოფი. რა სამბო. აი ამას ნამდვილად არ მოველოდი. ახლა არც კი მომივიდა თავში რომ მე ანუ იმიტომ რომ დარწმუნებული ვიყავი რომ იქნება. რატო? ვერ მომიწია ვერც ერთხელ. ეხლა შარშან ყველგან ვიყავი რა შეჯიბრი არ მოვიარეთ და ნუ დროც არ არის ხოლმე ხა ფაქტიურად მანამდე ვერ მოვახერხე. ვა. ერთხელ ისე უნდა ვქნათ რომ წავიდეთ. კი, აუცილებლად დიდი გუნდი. კი. ეხლა მინდა რომ მართლა ჭადრაკის თამაში მომხდეს. შენ როგორც ესე დავდივარ თაკეთიკით. შენ ასე ვთქვათ განვილგზაზე რა ისე მე მაგ შენი ევოთიც რბოლობდი ევოლუშენი წავდა სუბარუ მანქანებით რბოლობდი ხო სად იყო სად ტარდებოდა რა იყო რა ჩემი ისტორია მოკლედ გეტყვი საკუთარ თავზე არ მიყვარს ბევრი საუბარი 11 გზის საქართველოს ჩემპიონი ვარ სხვადასხვა კატეგორიებში ორჯერ კავკასიის თასი მაქვს მოგებული და ერთხელ გამოვდიოდი ევროპის ჩემპიონატზე უკრაინაში, იალტაში, სადაც მე და ლადო კუხიანიძემ სპორტული ღირსების თასი ავიღეთ იქ. გადავარჩინეთ ერთ-ერთი ეკიპაჟი, შევწყვიტეთ რბოლა და ნუ ამის გამო მოგვიწია გამოთიშვა და მე დაგვაჯილდოეს ყველაზე ესეთი საპატივცემულო ის წამოვიღეთ საქართველოში სპორტული ღირსების თასი გადმოგცეს იქ მე და ჩემ შტურმანს. ეს იყო ჩემი კარიერის მოკლე 20 წელი ვიყავი ავტოსპორტში დაახლოებით ცოტა ნაკლები 2002 წელს დავიწყე პირველად პროფესიონალურ ბოლებში მონაწილეობა BMW-ი დავიწყე ბევრი ვიწვალე ხო BMW ძალიან მიყვარს და ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი ბრენდია მაგრამ სანამ BMW-ი ვასპარეზობდი პოდიუმზე ვერ ავედი მაგრამ რითი ახვედი პირველად Honda-ით აი Honda ადამიანია ხო წრიული რბოლა იყო ჩვენი Honda-ით პირველი მე Honda-ით ორჯერ მოვიგე საქართველოს ჩემპიონატი წრიულ ბოლებში და მე წავედი უკვე რალიში. მე რალიში წავედი, მე იყო Subaru იმპრეზა, რა თქმა უნდა, რითიც იალტაში ვასპარეზობდით, მე იყო Mitsubishi Evolution-ი 5 ჯერ გავხდით რალის ჩემპიონები, მე და ჩემი თან მაგმანქანით რბოლობ და რალის თან მაგ რა თქმა უნდა თან საერთაშორისო ეტაპებზე რო გამოდიხარ, იქ ხო საერთოდ ძველი Subaru ყავდა იალტაში 555 იმპრეზა, ესეთი ძველი მოდელი არის და ყველაზე ისეთი იყო რა ჩავედით და ევო7-ები და ევო რვები დავხვდა იქ და ჩვენ ყავდა ძველი პირველი მოდელი იმპრეზა და ესე უყურებდი გაკვირვებულები რითი ხართ არა უშავს ქართველები ხართ რაღაცას იზამ ეს თემა იყო და მერე იყო რა თქმა უნდა აღმართის დაძლევა მძლავრი Subaru-ებით და აღმართის დაძლევაშიც მოვახერხე სამჯერ საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მოგება და ამ დროს წამომეწია შვილი. აი, მანდ მივსულყავ. შენი ავტოსპორტის კარიერის დასასრული გამოიწვია, რა თქმა უნდა, ბევრი ასპარეზობს ახლა მამაშვილი ერთად, მაგრამ მე ჩავთვალე, რომ მე თვითონ არ მესიამოვნებოდა შვილის წინააღმდეგ რბოლა. იმიტომ რომ მე ისეთი ხასიათი მაქვს, რაც არ უნდა ჩემი ახლობელი შინაური მეგობარი მაგაც ოჯახის წევრი იყოს რბოლაზე ყველა მტერია, ჩემთვის ყოველთვის ნუ მტერი კაი გაგიბრდა. რა თქმა უნდა, ერთ მისხალსაც არასდროს არ ვთმობდი არავისთან. ერთხელ გადაჯილდოებაზე ეს ნაჯახიც კი მაჩუქეს ისე ხუმრობით, რომ
ყველასთან აი ძალიან მკაცრი ვიყავი რბოლის დროს და ამიტომ არ მქონდა სურვილი რომ შვილთან ერთად მიასპარეზა და ისე მოხდა სანდრომ რომ დაიწყო 12-13 წელს იყო უკვე პირველად პროფესიონალურ ბოლებში რომ მიიღო მონაწილეობა და მე ჩავთვალე საჭირო დამენებებია თავი და წავსულიყავი სანდროს მენეჯერად ხო სანდროს მენეჯერად ფედერაციაში დავიწყე მოღვაწეობა სპორტის გაკეთება ბავშვების აღზრდა შეჯიბრების გაკეთება და დღემდე ესე მოვდივარ და სანდრო 13 წლის იყო და იმის მერე სანდროსაც რა თქმა უნდა გვერდში უდგება რაც შემიძლია თავიდან ბოლომდე პირველად რო გახდა საქართველოს ჩემპიონი 16 წლის იყო უკვე დიდებში რომ საქართველოს ჩემპიონი გახდა ფორმულა ალფას კლასში და იმის მერე სანდრო მაგრად გაამართლა შენი იმედები მე ასე კი გამასწრო თან შარშან უკვე გამასწრო იმაში რომ სულ ესევე ჭიდავებოდი რომ აი მე შენზე მეტი ტიტული მაქვს მოგებული და ჯერ ჩემამდე მოდი მე იბლატავე ბიჭო და შარშან მე 12 ტიტული მოიგო უკვე და ეხლა უკვე ეხლა თან რამდენი წლის არის? ხო, ეხლა არის 26-ის უკვე. 26 კიდე ყველაფერი წენა. 12 ტიტული აქვს უკვე რა. აზიის ბრინჯაოს პრიზიორიც არის ფორმულა რენოთი, რომელიც 2019 წელს მოიგო და ნახოთ ეხლა ვეუბნები რომ ევროპას რომ მოიგებ, თუ მოიგებ. აი მე მებლატავეო, ხო? მე საერთოდ არა, მე ჩაგიხსნები საერთოდ და მიხედე საკუთარ კარიერას შენთვის. ეხლა რაღაცეებში კიდე ვერევი და მეუბნება რომ აცადე რა, მეც უკვე შემილია და წელს სხვათა შორის პირველი წელი ექნება, როცა აი წრიული ბოლები ახლა იწყება 5 აპრილს და პირველი წელი იქნება, როდესაც მე არ ჩავერევი მაგის მანქანის მომზადებაში. მაინტერესებს თვითონ თავის ძალები, თავის გუნდით რას იზავენ. აქამდე ეს 12 ტიტული ყველაში დიდი წვლილი მაქვს. ეხლა ვნახოთ. საინტერესო იქნება. საინტერესო იქნება ძალიან. აუ, ძალიან გულშემატკივრობ, მაშინ ეხლა უფრო, აი სულ გულშემატკივრობ ხოლმე, მაგრამ ეხლა უფრო. ანუ სანდროს კი ხარ. ხო, რა, მაინც ხო ხტები, მინდა რომ რაღაცეებით თვითონაც ძალიან გაუსწორდება, როცა იმ უნარებს აღმოაჩენს. სხვათა შორის მეც ძალიან მაინტერესებს რასიც ძალიან. ისე ერთი რაღაცა მინდა წარსულიდან აღვნიშნო კიდე. ჩვენი გუნდი ახლა ვინც ვართ ფედერაციაში ძალიან სხვათა შორის ფედერაციებში თელი ჩემი ცხოვრება რაც მახსოვს სულ როგორი სიტუაცია იყო სულ ერთმანეთს ჭამდნენ ხო სულ შიგნი კონფლიქტები იყო სულ რაღაცა ინგრეოდა იშენდებოდა ინგრეოდა ძალიან ისეთი გუნდი შეიკრა რომელიც ბევრ საქმეს აკეთებს ფედერაციის მატერიალური ბაზა ძალიან გაიზარდა ფედერაციის შესაძლებლობა ძალიან გაიზარდა სოფლიო თამაშებზე ნაკრები დაგვყავს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას ვიღებთ და ამიტომ ეს გუნდი სანდრო ლომაძე მეულუდი მე გოგა გელაშვილი ყველა ვინერ ვარ გამოჩენს ნებიერიძე კუხიანიძე ვინც ამრიქიშვილი ბაბუციძე აი ისეთი გუნდი გამოდგა რომ ერთმანეთთან ეს თვალდახუჭული კი არა ვართ და ყველაფერს კი არ ვეთანხმები პირიქით ბევრი ბრძოლები გვაქვს მაგრამ საქმეს ვაკეთებთ კონსტრუქციული ბრძოლები გვაქვს და მე მგონი შედეგიც არის სად ვიყავით სად ვართ რა დონის შენ გამოცდილება გაქვს ფედერაციასთან ურთიერთობის და რა თქმა უნდა ხარვეზები არსებობს მაგრამ ცადა დედამიწაა ჩვენ რომ მოვედით 20 წელია დაახლოებით 15 წელია უკვე აქტიურად ვარ ფედერაციაში ჩართული მე რო ავტოსპორტში მოვედი მაშინ კლუბი გავაკეთეთ ჩვენ იმიტომ რომ ავტოსპორტი ფაქტობრივად 0 იყო აღარ არსებობდა საქართველოს ავტომობილთა კლუბი შეიქმნა ვიქტორ თოდაძის რაღაც პრობლემები შეიქმნა ფედერაცია დაიხურა და შალვას დახმარებით ახალგაზრდა კლუბი გავაკეთეთ და იქიდან 0-დან დავიწყეთ ანუ ამ ხალხზე დაშენდა ისევ ეს ავტოსპორტი და რეალურად აი ბოლო წლებშია უკვე შედეგი იმიტომ რომ დიდი შრომა ფედერაციაში რომ მოვედი ანუ აი მახსოვს გუშინდელი დღესავით ბიუჯეტის ავტომობილო ფედერაციას ქონდა 0 ლარი დღეს ამ შრომამ ნაბიჯ სიარულმა სწორმა შერჩეულმა ხალხმა დღეს უკვე მოიტანა რომ 1 მილიონამდე არის დაფინანსება საავტომობილო ფედერაციის ძალიან ბევრი ნაშრომია და 2 მილიონიდან წარმოიდგინე 90% მიდის ავტოსპორტის კეთებაში სწორით ეხარჯება ეს ყველაფერი იმიტომ რომ ჩვენ გვიყვარს სპორტი ჩვენ არა ვართ აქ იმიტომ რომ ფული ვაკეთოთ ფული საჭიროა, რა თქმა უნდა, ანაზღაურება ადამიანს უნდა მიცერო საქმე გაგიკეთოს, მაგრამ თავარია ბირთვი, ვინც არის საავტომობილო ფედერაციაში, უყვარს სპორტი, ავტოსპორტი უყვარს და მე რა თქმა უნდა, ეხა სპონსორები, ფინანსური მხარე, ეს ყველაფერი, ეს რო არ იყოს, პროფესიონალებს ვერ მოიზიდავ და ვერ გააკეთებია ხომ საქმეს და აქედან მადლობა შენ, ვიცი რომ ბევრი წვლილი გაქვს კიდე ავტოსპორტის კეთებაში და მადლობა შენ. აი ადამიანი ხარ და ვინც ავტოსპორტში აქტიურად არის და ვისაც ვატყობ რომ უყვარს ავტოსპორტი უდიდეს პატივს წევს და ყველაფერში გვერდში მე ხა ძალიან გულშემატკივრობ წრიულებს და ეგეთ რაღაცებს იმიტომ რომ ხათაშორის აი ეს ბრენდიც
საკმაოდ დასაფასებელია ჩემგან, იმიტომ რომ ძალიან მაგრად უდგას ავტოსპორტს გვერდში და ედგა და შარშანაც მახსოვს წრიული ბოლის თემებში და ნებისმიერ ბრენდს, ნებისმიერ კომპანიას აქიდან მადლობას გადავხდი, ვინც კი, არა, ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიის ავტოსპორტში გვერდში დგომა. და მე შენ კი იცი რომ ძირითადად ხალხი ჩემს არხსაც და რაღაცა ყველა მოელის რომ ესე დრიფტი რაღაცა იქ გამოსვლა და ერთ პერიოდი კი მქონდა ჩაბეჭდილი, მაგრამ ეხლა რასაც უყურებ რო ხედავ რომ ნელ-ნელა ის წრიული რბოლა, თუნდაც აი მე ძალიან მიყვარს ვატორ ვატარებს ხოლმე წარწერაში, წყვილთარბოლ. საერთოდ ბევრმა შეიძლება არც იცის, ვინც დრიფტი იცის, უმეტესობა შეიძლება არ იცოდეს, მაგრამ ისე მომწონს მაგის ყურება. ძალიან კაია, წყვილთარბოლები ძალიან. იმდენად რომ შეიძლება რომ არ ვიცი, ანუ თუ კიდე უფრო გააპოპულარულებთ, მაგ ყველაფერს შეიძლება მან აუცილებლად უფრო გავაპოპულარულებთ კიდევაც და უფრო შეიფუთება რომ აი სანახაობაც მეტი იყოს და მაყურებელიც უფრო დაინტერესდეს. სხვათა შორის ახლა ის ვახსენე გახთიმილბოლელი და სუმი გვაქვს მე და მე ვიღაც ნიჭიერ ბავშვს დაინახავს და აი ამას ზედმეტად მოცურებულად დაყავს კარტინგი და შენ დრიფტში ხარ მოხვალ შვილო და მე ვუთხარი вообще აგიგზავნო კარტინგზე მოსვლას დაანებე ბავშვებს თავი. არა და მეულოდი ისტორია არის, აი მოვიყვანთ ახლა მეულოცაც მაგრამ. ხო, მეულოდის ისტორია არის, წრიული რბოლები. ხო, რალი და მე მაგის ნანახე, ესე რომ ეუბნება, შტორმანი ვერ გავიგე. ჩემპიონია, რალის ჩემპიონია, რა ვიცი, ყველაფრის ჩემპიონია და რა ვიცი, ეს მოცურებული სიარული რომ შეაყვარა. ხო, რაღაცა უცნაური არის. აი ბოლოსკენ სანამ წავალთ, მაინც მინდა რომ ფორმულაზე გკითხო. კი ბატონო. შენი აზრით, ნუ ახლა გემოპარაკეთ, მაგრამ დღეს რომელ მრბოლელს გამოარჩევდი, რომელ გუნდს გამოარჩევდი? რა მოგწონს ახალ ცვლილებებში, რა არ მოგწონს და ასე შემდეგ, რა ვიცი, ერთი-ორი სიტყვა რო გითხრა. რა გითხრა, იცი, ორი სიტყვით კი ვთქვი, რომ ეს ამდენი რაღაც ზედმეტი ელექტროობა, ელემენტები დატენე მუხრუჯზე, იქ გასწრებაზე ცალკე მოიხდა, მე იქ ფთა გახსენი, წინა ფთა, უკანა ფთა, სავარცხელი გადმოაგდე და რა ვიცი, ხელოსო გააკეთე. ნუ მაქსიმუმ მაგარია, მაგრამ მომწონს, რა თქმა უნდა. ჰემილტონს ბალეშიკობს ძალიან, მაგრამ მერვე ტიტული რომ მოიგოს, იმიტომ რომ ვთვლი რომ უსამართლოდ დაკარგა მერვე ტიტული, როცა დაკარგა იმ რბოლაზე, როცა მაქსმა მოიგო ჩემპიონობა, რაღაც ისეთი რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდა, რომ ჰემილტონი ხდებოდა უკვე ფაქტიურად ჩემპიონი და უდიდესი სპორტსმენია. იმსახურებდა ალბათ და უნდა ჰემილტონმა რომ მოიგოს მერვე ტიტული, შუმახერს ასწრებს ტიტულებში. და შენი აზრით, რომ და აი გადაასწრო და უშუალოდ ტიტულებში, რომ დააყენო ჰემილტონი და შუმახერი. როგორც მრბოლელი, მაინც. არა, ეხლა გეტყვი რა, შუმახერი იქნება ყოველთვის შუმახერი. ჰემილტონმა მერვე ტიტულიც რომ მოიგოს და მე-20-იც. მიხეილ შუმახერი არის ისტორია. ეგ მაგის სახელს ვერავინ ვერ დაჩდილავს. მაგრამ ტექნიკურად შუმახერი ხარ, იქნება ყოველთვის ჰემილტონი ხარ, ისეთი თემაა რა, შუმახერი იქნება ყოველთვის ის მაგი ხელშეუხებელია, როგორც პელე არის ხელშეუხებელი, ფეხბურთში ისეა მიშა შუმახერი, მიხეილ შუმახერი ხელშეუხებელი და მაგის მერვე ტიტული არაფერს არ შეცვლის. მაგრამ ნუ დიდი სპორტსმენია ჰემილტონის და რა თქმა უნდა მე ვუსურვებ მერვე ტიტულს თან ფერარით თუ მოიგებს. ხო, არა, ჰემილტონი ძალიან. ხო, მაგრამ მე გულშემატკივრობ, ახლა შემკითხების გულმაში ალონსო ძალიან მიყვარს, ალონსოს გულშემატკივრობ და ძალიან მინდა კიმი ანტონელის წარმატება, იმიტომ რომ მაგარი ბავშვია, ძალიან ნიჭიერია. სხვათა შორის კიმის და სანდროს ერთად აქვთ ნარბოლი მსოფლიო თამაშებზე, ფორმულაზე, საფრანგეთში რომ მსოფლიო თამაშები იყო, მაშინ კიმი მოიგო, ისა სანდროს მაშინ არ გაუმართა რაღაც სტარტზე პრობლემა შეექმნა, მაგრამ ერთი რბოლა ერთად ჩატარებული შეიძლება პოდიუმზე ვერ მოუგებდა ეხლა კიმის, მაშინ კიმიც უკვე ისეთი ძლიერი იყო, მაგრამ შეიძლება პოდიუმზე აღმოჩენილიყო კიმისთან ერთად და კიმის ძალიან გულშემატკივრობ, ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა არის და
უკვე ლიდერობს ჩემპიონატსაც, Mercedes-ი იძლევა იმის საშუალებას, რომ ან რასელი ან კიმი ჩემპიონი გახდეს და მე მირჩენია კიმი გახდეს ჩემპიონი დრო რასელი. უფრო ბალეში გობ კიმის. მე ერთადერთი ნორის არ გულშემატკივრო, არ ვიცი რავი, არ მიწყინან მისმა გულშემატკივრებმა, ხო, მაგრამ რა ვქნა. და მაქსი ნუ ძალიან დაგვეჩაგრა წელს მაქსი. მაქს ყოველთვის ძალიან გულშემატკივრობდა, პერსონალურად ისე მიყვარს მაგ ადამიანს. ხო, რა ნებისმიერ სპორტში სადაც არ უნდა წავიდეს, გავყვები როგორც გულშემატკივარი და 24 საათიან მე როგორც სპორტსმენი და მრბოლელი ანა გიტყვი რომ მაქსის ხასიათი არის ძალიან მაგარი სპორტისთვის, იმიტომ რომ სულ ვისურვებდი ახლა მე სანდრო ძალიან ისეთი ძლიერი სპორტსმენია ჩემი შვილი, მაგრამ სულ უწუნებ აგრესიულ ხასიათს ტარების დროს. მქონია მაგას საუბარი, მე ბევრად აგრესიული ვიყავი მართვის შეჯიბრის დროს, ვიდრე ის ბევრად დინჯა ცივსისხლიანად დადის ზედმეტს მე ძალიან მომწონს სანდრო შეკხასიათი ხო მე რა თქმა უნდა მომწონს მაგრამ რა ვისურვებდი რომ ცოტა მეტი აგრესია კონდეს აი მაქსი მაგალითად პირველად ჩემპიონი რო გახდა სოფლიო ჩემპიონი თავის ხასიათით გახდა ჩემპიონი თორე ვერ გახდებოდა პირდაპირ მნიშვნელობით ჩვენ ახლა ვისაუბრეთ ჰემილტონს თავზე გადაახტა ზემოდან დაადგა ორჯერ თუ სამჯერ და თორე ჩემპიონი ვერ გახდებოდა. ანუ ხასიათმა მოაგებინა პირველ რიგში, ნუ რა თქმა უნდა, გამოცდილებაც არის, მაგრამ საჭიროა რბოლებში. კი, აგრესიული ხასიათი. კარგი, აი ჩვენ ახლა მე შენთან ძალიან დიდი ხანი ვისაუბრობ. ყველაფერს კითხავ რა თქმა უნდა და სამწუხაროდ გადაცემის ის ხო არსებობს ჩემი ავტოსპორტთან ურთიერთობის რომ ბევრი გადაცემა არ გვეყოფა, შეიძლება 2%-იც ვერ გავიხსენე, ხა აქ იმდენი რაღაცა არის ჩემ ცხოვრებაში გამომხდარი. სამწუხაროა, მაგრამ ნუ რა ვქნათ, ახლა გადაცემის ისიც პირიქით მადლობა მოწვევისათვის. ეხლა მინდა რომ ჩვენ მაყურებელს კითხვა დავუსვა. ნუ მოიგო 50 ლიტრი საწვავი. კარგი, მაშინ აი ესე ძალიან ცოტა ინტრიგულ კითხვას დავსვა. ვილაპარაკეთ ქართულ ავტოსპორტზე და ერთ-ერთ ქართულ ავტოსპორტის ლეგენდ მელაძეზე დავსვა შეკითხვას რა. სანამ ავტოსპორტში მოვიდოდა მელაძე, რომელიც სახეობაში ასპარეზობდა და რა ტიტული აქვს ყველაზე დიდი მოგებული იმ სახეობაში. მე ვიცი. შენ გეცოდინება. მე ვიცი. ოკეი, კარგი, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო იყო და მე მიხარია შენი სტუმრობა, იმიტომ რომ მე მგონია რომ ახალი თაობა ძალიან ბევრი ინფორმაციას გაიგებ და შენგან საერთოდ სხვანაირად დაინახავ და დღეს ავტოსპორტს და ჩვენ მზათა ვართ რომ ახალ თაობას, აი ხა აქედან ვიტყვი კიდე რომ ბოლომდე ყველაფერი ვასწავლოთ. დაწყებული გვაქვს 6 და ვასწავლეთ ბოლომდე. პირველ რიგში ადამიანობას, მეგობრობას, გვერდში დგომას, გუნდურობას და რა თქმა უნდა ავტოსპორტის ყველა ელემენტს ვასწავლეთ, მოვიდნენ ჩვენ. და აუცილებლად ადევნეთ თვალი, არ ვიცი, დრიფტსაც, წრიულსაც, ყველაფერი რაც კიდე სლალომებზე იარეთ ხალხურ ილუარენაზე, იმიტომ რომ ძალიან კარგი სანახაობა იქ შეგაყურეთ ავტოსპორტს. ხო. ავტოსპორტში კი, წრიული რბოლა, რალი, წყვილთარბოლა და დრიფტიც კარგია. დრიფტიც კარგი არის, მაგრამ ეხა ის არის რა ქვია, ისიც ბევრი მაყურებელი ყავს იმათ უყურებ. ახალგაზრდებს მით უმეტეს ეწყინება, ძალიან პოპულარულია ახლა. ძალიან, კი, მესმის, მაგრამ იცით რა არის, აი ავტოსლალომსაც და იმასაც რო შეხედავთ, იმის მუღამსაც დაიჭერთ რა, დარწმუნებული ვარ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა შენ, დიდი მადლობა თქვენ რომ გვიყურებდით, გამოიწერეთ არხი, დაწერეთ სწორი პასუხი, რას მოღვაწეობდა და რა ტიტული აქვს მელაძე სანამ ავტოსპორტში მოვიდოდა და მოიგეთ 50 ლიტრი საწვა. დროებით.